სამშვიდობოს ვართ. ყველა ჩვენ გველოდება იმენა. Devices shall now safely stop or take off landing in always whenever the seatbelt sign is on. Charging electronic devices, smoking including. ჩამოვედით აქავართ. ვაიმე რა ამბავია. აი მხელა აეროპორტში დავბოდიალობთ ბატივით და გასასვლელს ვერ ყვავილობთ საით არის. გოგო აქეთ ხო არ არის? ხანიქეთო, ხანაკეთო. ვეღარ გავიგეთ საით არ გავიდეთ. წამო, Ani. წამო გოგო ხალხს გავყვეთ აქეთ მიდიან და ჩანთებს ხო ატარებენ და იღებენ იქედან. ჩვენ არ გამოგვართვეს საერთოდ ჩანთები, ანუ ჩანთიანად გავიარეთ. იტალიაში ჩანთიანად გავიარეთ კონტროლი, რა ვიცი. შეიძლება იცი რატო თბილისში ვეთაგუყეს. ის იმათ ატარებენ ალბათ დიდ ზურგ ჩანთებს, დიდი მეებს, ბარგებს და ჩვენ ზურგ ჩანთები რო გვაქვს არ გამოგვართვეს. თან გამოვედით, თან ვერა, თან სად ვართ არ ვიცით, თან ვიცით და აი ეს კაიფობთ რა, ერთმანეთს ვახალისებთ, მარტო რომ ყოფილიყავი ძალიან ცუდი იქნებოდა და ერთად რო ვართ ძალიან კაია. მოკლედ ჩამოვედით აეროპორტში დაგვხვდა ქართველი. ასა, ქართველი გოგო მანქანით წამოგვიყვანა ავტობუსების სადგურზე. ბილეთი გვიყიდა. აქედან 6 საათის სავალი გვაქვს. 2 საათი გვაქვს კიდე წინ დრო, 2-3 საათი სანამ წავალთ, სანამ ავტობუსი გავა ეს ბილეთი. და მანამდე რა ვიცი რა გავივლით, გამოვივლით და სადღაც ესე 6 საათისკენ ჩავალთ რა, გამთენის პერიოდში. ინტერნეტიც ვიყიდე, იტალიური ნომერი ვიყიდე, რომ გზაში ინტერნეტი გქონდეს. და რა ვიცი რა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ ის არის, რომ ესა რა ქვია, რომის მონახულება ვერ მოვასწარით რა, იმიტომ რომ ფიზიკურად ანუ იმ ქართველ ტაქსისტსაც არ ეცალა და 3 საათში მაინც ვერაფერს ვერ მოვასწრებდით. ხოდა? აი ესე 2 საათი და 40 წუთი დაგვრჩა, სანამ ჩვენი ავტობუსი გავარდა. დავბოდიალობთ აგერ რავი. დავსეირნობთ ვათვალიერებთ აქაურობას. რაღაცა მოლის მაგვარი დიდი შენობა. ხოდა. რავი რა, სხვა რა საქმე გვაქვს, რატომაც არა. დავათვალიერებთ აქაურობას. ნუ საინტერესო ისეთი არაფერი არ არის ხა, იმიტომ რომ სადგურზე ვართ. მაგრამ ძალიან სილამაზეა ვიღა. აგერ დავჯექით. მონსტერი ვიყიდე, ესეთი რაღაც. გავაცხელებე 7 ევრო დაჯდა ეს და ეს. და მივირთმევთ ახლა წესივრად არც მიჭამია დღეს საჭმელი. გამზიარება ეთქი. ვაფშე არ ვარ არაფრად. იმდენ გამზიარება. კეთდამი. საერთოდ არაფერს გემო არა. ცოტა გვიჭირს მე და ანის აქაურფასებთან შეგუება. იმიტომ რომ რა ვიცი 4 ევროდ ვიყიდეთ, რავი. პური, სალატის ბოთოლი, პომიდორი და უგემური ყველი. ანუ სახში რო გააკეთებდი, ეგეც რა ვიცი, ტოსტერს პრობლემა. საქართველოში ხა 4 ლარად ამას არ ვიყიდიდი. კი ხა ჩვენ პულზე რო გადაიყვანო 4 ევრო არის 12 ლარი. მაგრამ როგორც ევრო აქვს, ისეა ლარი ჩვენთან და სულაც რო არ გადაიყვანო. სულაც რო არ გადაიყვანო ევროზე, ლარზე
4 ლარიც რო ყოფილიყო ეს, ამაში არ გადავიხდიდი ფულს. რავი, უბრალო ძალიან უბრალო რაღაცა იყო. საქართველოში ეღირება ეს? უმარილო, უბრალო, უგემური. ხო, საქართველოში ეღირება, კი. 3.5 კი არა, 4.5-იც ეღირება. 4 ლარი ეღირება დაახლოებით საქართველოს 2.5 შეიძლება. ანუ რასაც დავაკვირდი უკვე ფასები იგივეა, ოღონდ რაც ლარშია საქართველოში, ის არის იტალიაში ევროში. ანუ თუ ღირს სიგარეტი მაგალითად 8 ლარი საქართველოში, აქ ღირს 8 euро. იაფია რა უფრო. ნოები ახლა. პირიქით, რავი, სიგარეტები უფრო ის არის, რა ქვია, სიგარეტები უფრო ლარში რო არ გადაიყვანო, უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. 10 euро ხო არის ისო. ანის ვაჩვენებ ამას და ვეუბნები ვაიმე ამჯერად 9 ლარი გადავიხადეთ თქო და გაგიჟდა შოქში ჩავარდა 9 ლარად ვიყიდი 9 წალ ბუმს 3 euро მივეცი ნუ ეხა 3 ლარად მონსტერს ვერ იყიდი 3 ლარად მონსტერს ვერ იყიდი საქართველოში და 3 ევროთ ვიყიდე აგერ ლარში რო არ გადავიყვანოთ რა თქმა უნდა ლარში არ გადავყავს რო წნევა მარ დაგვარტყავს გვეკაიფებიან მე და ანის ანუ ყავა რა ღირს თქო რა და კოფი quanto costa თქო და ევრო და 20-ო თუ რაღაცა ევრო და 80-ო და მეთქი კაი ლარი და 80 არაფერი არა თქო და ეს ნახეთ ანუ მოცუცკნული ჭიქა არა კიდევ ვცინეთ ამ ყავას მაგრამ სამაგიეროდ ისეთი გემრიელია მშავე მწარე მე რომ მიყვარს ეგეთია ძალიან წარეა და ძალიან იმენა ყავის გემო აქვს რა ანუ ძალიან ყავის გემო აქვს შაქარი მოიტანე მე უშაქროს ვსვავ და ახლა უნდა დავათვალიეროთ აქაური მოლის მაგვარი რაღაც შენობაა და რა ვიცი კი გვიანია უკვე და წესით ყველაფერი დაკეტილი იქნება მაგრამ ამოვედით რავი დავათვალიერებთ აქაურობას დრო მაინც გვაქვს და რატომაც არა გავივლით გამოვივლით რატომაც არა იმ მოლის მაგვარ შენობაში ავდივართ მე და ანი მეორე სართულზე და გაგვაჩერა პოლიციამ საბუთებიო და კიდე კაი ჩანთები დატოვებული გვაქვს სადგურზე და პასპორტები ორივეს გვქონდა და ანი უცებ გაატარეს რა პასპორტი აჩვენა და გაუშვეს და ჩემი პასპორტი 3 საათი აყურყუტეს და რაღაცები ჩაიწერეს ტელეფონში და ის იქედან მკვდება სიცილით იჭერენო მე მგონიო და გადავრჩით მოკლედ გამოგვიშვეს აი ეს მომწონს იტალიაში ყველგან წყალი უფასო როა ჩამოსასხმელი წყალი დაახლოებით 7 საათი ვიმგზავრეთ რომიდან ოსტუნამდე და ეს გზაში დილას გამთენიისას გადავიღე. ნუ ღამე მოგვიწია მგზავრობა და ღამე საერთოდ არაფერი არ მოჩანდა. თან ავტობანზე მოვდიოდით მთელი გზა და ისეთი გადასაღები არაფერი არ იყო და გამთენიისას უკვე რომ მოუახლოვდით ოსტუნის ტერიტორიას გზაში გადავიღე ეს კადრები უბრალოდ რო გენახათ აქაური შენობები თუნდაც კორპუსები და აი ესე მოკლედ გამთენიისას გადაღებულ კადრებს გიტოვებთ აქ.
მოვედით. ჩამოსხდნენ გოგოებს. აიყავა. იქ რო დავლიეთ სადგურზე კლათისეთიც არ არის. ეხა ეს დიდი ჭიქაა და რძეცა აქ. დედაშვილი. აი, ამ საოცრებას შეხედეთ. ეს ნახეთ პროსტა. ეს არის 64. 64-ში მოვხვდი. თან აქვე ვარ. ამ ნახეთ რა ფერია, ჯერ მარტო რა ფერია ზღვა. ზღვა რა ფერია. აქეთ პარკი. და ესე ჩაყოლებაზე აქ ვართ ჩვენ. აქვე. საოცარი ადგილია. საოცარი სანაპირო და ულამაზესი ფერი, ულამაზესი ზღვა, ულამაზესი პლაჟი, რა ვიცი. სასწაულ ადგილას ვარ. მთელი 17 დღე, მთელი 19 დღე აქ ვარ ხალხო. ეხა ცოტას დავისვენებ და ჩავხტები ეგრევე. საოცრება. აქ სიმღერები იყო ჩართული კაფეში და შესაბამისად ვიდეოს გავუხდი შეხმა. მოკლედ ორჯერ გავედით სანაპიროზე, ორჯერ ვიბანავეთ, დავტკბით, ვისიამოვნეთ. მართლა საოცრებაა აქაურობა. ხამე ვისეირნეთ, მთელი დღე გავატარეთ, ძალიან სასიამოვნოდ. აი ესეთი სუფრა გავაწყვეთ მე და ანიმ. მეცი ვიყავა გავაკეთე, ანიმ ეს ყველაფერი. ტოსტები, უგემრიელესი ტოსტები. აქ რავი ნაყინი, ტკბილეული ხილი. და სხვა არის აი იქ. სიშავე რაც მოჩანს, იქ არის სხვა. არც ხელა საერთოდ. ანუ სოფელში მაგალითად ეხა და თბილისშიც ხამეც ძალიან ცხელოდა და აქ ხამე არ ცხელა იმდენად როგორც საქართველოში ცხელოდა. ეხა გამოვანიც სემიჩკას ხალავს და დავჯდებით და მივირთმევთ. აი, ოჯახის გოგო. ოჯახის გოგო. როგორ გავაკეთე ეხა ეს ცივიყავა. იტალიაში ვინც ხართ გეცოდინებათ რომ რა ვიცი მარტო ამ ყავას მირთმევენ. ეს არა ქვია, წარე ყავა როა. კაფსულებით რო კეთდება, აპარატი რო ასხავს, აი ამდენს ჭიქაში. აი ეგ ჩამოვასხი. თითო კაფსულა. დავამატე ცოტა რძე, დავამატე ნაყინი, ყინულები, წყალი არც დამიმატებია მეტი და შაქარი. და არის უგემრიელესი მართლა. ძალიან გემრიელია. არ მეგონა პირველი ვეცდაზე ესეთი კარგი თუ გამომივიდოდა. შუა ქუჩაში ვზივართ კარებში. დავჭამთ. მაგრამ ძალიან კარგი. დავპატიჟოთ გამრელებით სირცხვილია. Let's go. ხო, აქ იტალიაში ეგეთები არ იციან რა. ნუ ხა პატივისცემა ალბათ იციან, მაგრამ რა ვიცი, ზოგადად შეყვარებული წყვილიც რომ მიდის კაფეში, როგორც მე მეუბნებიან, გოგო თავისას იხდის, ბიჭი თავისას. ყველა ცალ-ცალკე.